ეგეთი რაღაც არსებობს კომფორტის ზონა, ხო? ჩვენ ყველას გვიყვარს კომფორტის ზონაში ყოფნა, ხო? წამოწოლი ვარ დივანზე, მეზარება რა სერიალს უყურებ, ხო იცი მეზარება კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის ყველაზე რთული რაღაცა. სპორტის მაგითოა, იმიტომ რომ ნუ კომფორტის ზონა ხა ვის მოდი რა არავის არ უხარია, აი ერთი ამდენ რაღაც სირბილი 5 საათი, ანუ ბრახაბრუხია რაც არის, ხო? მაგრამ კომფორტ ზონიდან გამოდიან ტიპები თავს აძალებენ და დისციპლინა არის, ხო? ბიზნესში ზუსტად ესია რა. და დღესაც ეგრე ვარ. დღესაც ეგრე ვიცი მე თუ ეხლა ვარ ჩართული და მე ვარ ეხლა აქტიურად ბიზნესში ჩართული და მე ვარ კომპანიის CEO-ც, დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვარ ეხლა მე პირადად, იმიტომ რომ მე ვარ ჩართული აქტიურად, ანუ მე ვიღებ გადაწყვეტილებას დღეს, რას როგორ უნდა გავაკეთო და დღეში მაგალითად მიწევს მინიმუმ 20 გადაწყვეტილების მიღება, ზოგჯერ უფრო მეტის, შეიძლება ნაკლებიც, მაგრამ მაგალითად ძალიან დიდ დროს მე ვატარებ დღეს, მაგალითად ჩემი დღე არის ვიდეო ზარებში, ხო? აი, აბა ჩემი საქმე რა ვზივარ მთელი დღე და შეიძლება ზოგჯერ აი რაღაც ტელეფონს დავხო და 25 მესეჯი რაღაცა, ხო იცი 30, აი იმეილები, მე უნდა იმას პასუხი გავცე, იმას უნდა ვუწყო, ყველას უნდა და ჩემი საქმე, ანუ გადაწყვეტილებები უნდა მიიღო ბევრი ხშირად. 25 მეტიც იყოს, ხო? აი და ხო და იცი რა არის წარმატებული კომპანია სწორი გადაწყვეტილებების ერთობლიობაა. შეიძლება შეგეშალოს რაღაც ნაწილი. თავარია რომ სწორად გადაწყვიტო უმეტესობა. კაცმანის პოდკასტს წარმოგიდგენთ GVG კრწანისი.